ბოგდან, ხედავ რომ ცდილობ, რაც შეიძლება ახლოს მიხვიდი ამ ნაყინთან. დაინახე ეგ საერთოდ? მე არ გამიკეთებია. ო, და მაკდონალდშიც არ მოგიწყია სოულში შენ შარვალზე. ასე რომ გასაკვირი არ არის. ბოგდან, მთელი ეს ნაყინი მთელ სახეზეც რომ წაისვა, უფრო დანაყრებული მაინც არ იქნები. ის ელოდება მაწანწალა ძაღლების მოსვლას, და რომ სახიდან აულოკონ. გეუბნებით, ეს მე არ ყოფილვარ. გზნობ რომ ვიღაც მიბიძგებს. ერთადერთი რაც გიბიძგებს ამისკენ არის შიმშილი და შენი იდიოტიზმი. გაგიჟდი? ამჯერად რაზე გაბრაზდი? რომელმა დამარტყა პანჩური? კარგი, მე რომ ეს ყოფილიყავი, შენ უკვე მიწაში იქნებოდი. კარგი, დამშვიდით ლეკვებო. სერიოზულად ვიზახი, ვინ გააკეთა? ეს არავის გაუკეთებია, შენ მოძრაობ თამაშებზე დამოკიდებულების გამო. შენ უკვე დედასავით ლაპარაკობ, ჩემი ყველა უბედურება თამაშების გამოა, ხო? კარგი რა. შენც იგზენი რამე? ო, ჩვენ პარანოიდები ვართ. კარგი, ეს ყველაფერი ჩემი თამაშების გამოა? გეუბნებოდით რომ რაღაც არანორმალური მოვლენები ხდება. ბავშვებო, რატომ ხდება რომ რაღაცები მარტო ჩვენ გვემართება? ვიზიდავთ ამ სამყაროს ყველა უბედურებას. რატომ არ შეგვიძლიათ შეულებრივი ბავშვებივით გარეთ გასვლა? რა შეიძლება რომ იყოს ეს? მან იქნებ ვინ? ეს ვიღაც უხილავია, რადგან ჩვენ მას ვერ ვხედავთ. ეს უეჭველია. კარგი რა, მართლა? მაშინვე კი ვერ მივხვდი. მოიცადეთ, რა მოხდება თუ ეს მოჩვენება? პოლტერგეისტი თუ სხვა რამე? მაზე საუბრობ? რაო? პოლტერგეისტი. სულივით მოჩვენება. ვისურვებდი რომ ჩემი ყველაზე დიდი უბედურება საშინაო დავალება ყოფილიყო და არა პოლტერგეისტი. ყოველ შემთხვევაში მე უყურებ ბევრ ფილმს და არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დაამყარონ კონტაქტი მოჩვენებებთან და გაარკვიონ თუ რა სურთ მათ. ეს მეც ვნახე, ამის გაკეთებას ჩვენც უნდა ვეცადოთ. ო, ჩემი ჩვეულებრივი დღე, ფილები გამოვიხეხე და ახლა მოჩვენებებს უნდა ვისაუბრო. საუკეთესო დღე მქონია. ამიხსენი რატომ არის ეს აქ? რაში გჭირდება? ეს ძალიან მარტივია. აქ არის ანბამი, ასოების თავზე მონეტაა. ჩვენ ხელებს ვდებთ, მოჩვენებებს უსვამთ კითხვებს. ის კი მონეტაზე ჩვენს ხელებს გადაადგილებს და პასუხობს კითხვებს. რატომ გჭირდება სანთლები? გარემოს შესაქმნელადაა საჭირო. მაგრამ ისინი საშინელები არიან. ფაქტია. კითხვები უნდა დავსვათ თუ ჯერ რამე უნდა გავაკეთო? მითხარით რა ვქნა? ო, ცალფეხზე უნდა ახტე და მარჯვენა მხარეს უნდა გადააფურთხო. რეალურად ხუმრობდი. ო, და მე ყოველთვის ბოლო ვარ. კარგი, უფრო სერიოზულად. ეს ჯერ კიდევ საპასუხისმგებლო რიტუალია. ჩვენ ერთდროულად ვამბობთ სამჯერ. მოჩვენება მოდი. მოჩვენება მოდი. მოჩვენება მოდი. მოჩვენება მოდი. მოჩვენება მოდი. შეგვიძლია უკვე დავსვათ კითხვები? დიახ. მოჩვენება. აქ ხარ? ყველაფერი გასაგებია ყოველგვარი პასუხის გარეშე. მოჩვენება რა გინდა ჩვენგან? ყველანი ხართ დაც ყველანი დასწავლილები ვართ? მორჩა! მაგარია, დროა მოვემზადოთ და დაველოდოთ. რას დაველოდოთ? ხიარულ თავგადასავლებს. აბა კიდევ რას უნდა ელოდო მოჩვენებისგან, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ყველა დასწავლილები ვართ? კარგი, მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ისე მშვიდად ვარ, ისე მშვიდად რომ მეძინება. რა ხდება? რატომ ვართ მოულოდნელად ნოკაუტში? ფილმში მაქვს ნანახი თუ როგორ ცდილობენ მოშვენებები თავისი მსხვერპლის დაძინებას. მსხვერპლები? მე არ ვარ მზად ვიყო მსხვერპლი. მე ახლა უფრო მეძინება ვიდრე ბიოლოგიის გაკვეთილზე. ჯანდაბა, ყველას ეძინება. ალბათ ეს არის რაღაც საძილე გაზი. კარგი, მკვდარი ვარ? უმტკივნეულო იყო. ეს მაინც მახარებს. კარგი, იქნებ სიზმარია? თუ კი ეს სიზმარია, ეს თქვენი ყველაზე საშინელი კოშმარი იქნება. და
დაინახეთ? რა? გოგო იყო? ის რეალურია? მოჩვენება არა? ეს მაინც საშიშია. თუნდაც იმიტომ, რომ მას შეუძლია ტელეპორტირება, უხილავად გახდომა, ჩვენი დაძინება და ნივთების გადაადგილება. მას აშკარად სუპერძალები აქვს. რას ურს მას ჩვენგან? რატომ ნადირობს ვიღაც ყოველთვის ჩვენზე? ვიანია რომ ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ფანტაზიაა? დაინახე? რა? აი ის გოგო. ახლა? დიახ. იქნებ ამჯერად მაინც მოგვეჩვენა? შეინაშუნეთ სიმშვიდე. ჰალუცინაციები სწორედ ნერვიულობის დროს ჩნდება. ისე მომეჩვენა? ხვდებით ჩვენ ახლა საერთოდ რა გავაკეთეთ? სუპერძალების მქონე გოგოსთან ჩვენ რაღაც უცნობ ტყეში უნდა გავიქცეთ და დაწუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ვიკუპრო უსაფრთხოა. კარგი, დამშვიდით. ის პატარა გოგოა და პატარა გოგოებს ტყეში მარტო წასვლის ეშინიათ. მნიშვნელოვანი დეტალი. ის არ არის ნორმალური გოგო, რბილად რომ თქვათ. არ ამგონია რომ ის გამოჩნდეს. რა ვჭირს? უბრალოდ ელექტროშოკი დამემართა. ხუმრობ? ახლა ეს სახუმაროთ სწორი სიტუაციაა? მე არ ვხუმრობ. მოიცადეთ, რაღაცას მივხვდი. ბავშვებო, ეს საშინელი ამბავია. ამ გოგონას როგორც ჩანს უსასრულო რაოდენობის სუპერძალა აქვს. ამ ყველაფრის გასაგებად ძალიან დიდი დრო დაგჭირდათ. უნდა ვაღიარო. მეგონა რომ უფრო ჭკვიანები იყავით. რა გინდა ჩვენგან? ისე მათ მაინც ვერ გაასწრებიეს რომ ჩემგან გაქცევა მათთვის შეუძლებელია. მაგრამ არა უშავს, მე ძალიან მხალისობ. კარგი ბავშვებო, ისე უფრო უკეთეს ადგილას გავიქეცით. ჩვენ ქმედებებში ცოტა ლოგიკა მაინც გაჩნდა. რა უნდა ვქნათ? გონია რომ ის ისევ გამოჩნდება და თავს არ დაგვანებებს. რატომ არ ვცდილობთ მის დაჭერას? როგორ შეუძლია 4-მა გულწრფელად რომ თქვათ, არა ყველაზე ჭკვიანმა ადამიანმა აჯობოს გოგონას, რომელსაც სუპერზალები აქვს? თქვენ ამის მართლა გჯერათ? ბოგდან, ილაპარაკე შენთვის. ბავშვებო, რა ხდება? ჩემი ენა ძალიან ამტკივდა. მან რამე გააკეთა? მან გააკეთა რამე? საიდან მოვიდნენ? რა? ფუტკრები. ირში ცეცხლს ვერ ვიტან. მე ჯერჯერობით კარგად ვარ, არაფერი არ მემართება. ბავშვებო, რატომ მგდელდება ასე უცებ? თქვენც ვერაფერს ვერ ხედავთ? თქვენ აღარ ხართ პატარა ბავშვები, მაგრამ იქცევით დაუცველი კნუტებივით. სასიამოვნოა თქვენი დაცინვა. მე თქვენთან ძალიან ვერთობი. ბავშვებო, ეს ნამდვილად არ ხდება. ის მხოლოდ თავის ტვინში შედის და გვაიძულებს დავიჯეროთ ის, რაც გსურს. ეს გვეჩვენება. ზლატა, გულფრთხილად გჯერა, რომ შენ მართლა გაქვს ტვინი? ბავშვებო, შეეცადეთ თავი აარიდოთ ცუდ რამეებს, ეცადეთ სხვა რამეზე იფიქროთ. კარგი. წარმოიდგინეთ მე როგორც ქალთევზა. ჩემს ტვინს ასეთი რამის წარმოდგენა არ შეუძლია. წარმოვიდგინე, გონი მუშაობს. ჩვენ ცოტათი უფრო კარგად უწევთ წინააღმდეგობას მის ძალებს. ეს დიდი პროგრესია. რა უნდა მას საერთოდ ჩვენგან? კიდევ რას ველოდოთ მისგან? მისი ყოველი გამოჩენის დროს იგი უფრო და უფრო ბრაზდება ხოლმე. საერთოდ რა დავუშავეთ ჩვენ მას? რატომ ცდილობს ვიღაც ყოველთვის რომ რამე დაგვიშაოს? იქნებ ცუდი კარმა გვაქვს? მე არ ვიცი კარმის შესახებ, მაგრამ დედამ თქვა რომ ასეთი რამე რეალურად არ არსებობს. შეგვიძლია დედას უთხრათ ამის შესახებ? არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. მან ეს არ უნდა გაიგოს. მოგენატრეთ, ხედავ რომ მოწყენილი ზიხართ. დროა ერთმანეთი გაართოთ და მეც. მე კარგი რამე მაქვს მოფიქრებული. რა არის, რაიმე სახალისო, რაც თქვენ თავში იმალება? იცოდით რომ ჟენია დედის კავებს იცვამს და სარკის წინ სელფებს იღებს ხოლმე? ის ამას ხშირად აკეთებს. არა, სიმართლე. მართლა? შემიძლია ვაჩვენო მათ ეს სურათები? არა, საჭირო. ახლა კი ნიკოლი შლის ხოლმე თამაშებს ჟენიას კომპიუტერიდან და ამბობს რომ ეს ყველაფერი ვირუსის ბრალია. ეს მართალია? ჟენია ვისი გჯერა? იცით, მე ამას დავიჯერებდი. და ყველა გაიცინან და თუ დაინახავდნენ, რომ სახის ნიღბებს იკეთებ ხოლმე ყოველ ღამე. ყველაფერს აბსოლუტურად ყოველ ღამე აკეთებ ხოლმე. ზლატასკენ იპარავ ხოლმე. აი საიდან ხდება ეს? ეს არის ჩემი ძვირადღირებული კორეული კანის გზნობიარე ნიღაბი. ის ძალიან ძვირიძებს. ეს არ არის ის, რაზეც შენ უნდა ინერვიულო. სჯობს დედას უთხრა რომ აპირებ მისი მანქანის მოპარვას. შენ მისი მანქანის მოპარვა გინდა, რათა კონცერტზე წახვიდე შეყვარებულთან ერთად. რა? დიახ, ეს ყველაფერი არის არა ქურდობა, არამედ დროებით ცესხება. და ეს არა კონცერტზე, არამედ კულტურულ ღონისძიებაზე წასვლა. კარგი, გაჩევდი. შენს ხვედა ჩვენს თავში შესვლა. რა, არაფერი არ გაქვს შენში და ამიტომ შემოხვედი ჩვენში? კიდევ მე წინააღმდეგებით? აბა მოემზადე. საიდან მიიღო მან თავისი სუპერძალები? სწორად ნათქვამია, რომ ძალაუფლება არასო ხელში მოაქვს მხოლოდ ბოროტებას. ბავშვებო, ნახეთ.
და ეს რაღა არის? არ ვიცი, მაგრამ უცნაურად გამოიყურება. ძალიან გთხოვთ რომ მითხრათ, რატომ არის ეს რაღაც აქ? მოდი გუგლში მოვიძიოთ, როგორი მცენარეა. უცნაურია, მაგრამ მაგ ხოდ ერთი რაღაც წერია და სულ ესაა. წავიკითხოთ, საინტერესოა. ერთხელაც შეჭამ, ძალას იპოვი და დაწყევრილი იქნები. ეს დღეს შეგჭამს, მაგრამ არ შეწყვეს ტკივილს. საიდან მიიღო მან ეს სუპერძალები? საინტერესოა, რამდენი ხნის წინ შეჭამა მან ეს კენკრა. შეხედეთ. ფიქრობთ რომ ეს მისია? კარგი. მიიღო თუ არა მან ეს ძალა, როდესაც ის ძალიან პატარა იყო? ძალიან საინტერესოა. შეიძლება მეც ვჭამო? რა, მე არ მჭირდება ყველა უნარი და ალბათ მან მთლიანად შეჭამა ისინი. მე მხოლოდ ერთ შევჭამ. ერთი ძალაც საკმარისი იქნება ჩემთვის. ფრენა მაგალითად. არა, ჟენია, ვერ ხედავ რომ ისინი არაფერ კარგს არ იწვევს? არ უნდა შეჭამო. შენ მხოლოდ რაღაც საზიზღობის ჭამაქსუს. კარგი, მე გთავაზობთ რომ ახლა წავიდეთ ამ უცნაური ადგილიდან. რაჯანდაბა ხდება? მე ეს ყველაფერი არ მომწონს. რას ლაპარაკობ? არა და ჩვენ აქამდე ისეთ კარგ ძოს ვატარებდით, შეხედეთ, როგორც ჩანს მას არ სურს რომ ჩვენ აქაურობა დავტოვოთ. იქნებ ცდილობს ჩვენთვის ნიშნების მოცემას? იქნებ მას ნამდვილად სურს ჩვენგან რამე და ის მხოლოდ მისი სიამოვნებისთვის არ გვაწამებს? იქნებ ის დახმარებას ვთხოვს? მაშინ რატომ არ შეუძლია რომ ამ ყველაფრის შესახებ გვითხრას? ის მოჯადოებულია. მოდით ყველანი წავიდეთ სადმე ნაკლებად საშიშ ადგილას. კარგით? საშიშო გოგონა, მოდი ახლა ჩვენ ერთად სხვაგან წავიდეთ, კარგი? ასე ლაპარაკები? მინდა ვაჩვენო რომ მშვიდობით მოვედით. კარგი, ეს მინიშნება ძალიან გამჭვირვალედ მეჩვენება. როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ? რა გჭირდება? შეხედე, მას არ შეუძლია ამის თქმა. მოდით, ლოგიკურად ვიფიქროთ. როგორ? თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ახლა მომისმინეთ. ჩვენ გვჭირდება რაღაც ისეთი, რაც მის მოჯადოებულობას ახსნის. როგორც რაიმე ანტიდოტი? როგორც ყველა მულტფილმში და ფილმშია. ზუსტად. სად ვეძებოთ იგი? ისე, თუ ის დღეში მოჯადოდა, იქნებ ანტიდოტიც ამ დღეში ვიყოს? ისევ, ჯანდაბა. რატომ არ არის ის მოჯადოებული რამე სადმე დისნეილენდში? ან სადმე ზღვასთან? სუპერძალების მქონე ბაგუებს იქ ყოველ დღე მაინც გადავარჩენდი. მოდით წავიდეთ. ბავშვებო, ვიპოვე. ერთი სულის გადარჩენა თუ გინდა, მეორე უნდა დათმო. რას ნიშნავს ეს? როგორც ყოველთვის ეს რაღაც ბუნდოვანია. კარგი. იქნებ ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გავათავისუფლებთ მას, შელოცვა ერთ-ერთ ჩვენგანსთან თქავს? ხო, ეგრე გამოდის. მაგრამ ჩვენ ამას ნამდვილად არ ვაპირებთ. კარგი. დროა რომ ჩვენ აქედან წავიდეთ. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. მოიცადე, არც ისე დარწმუნებული ვარ ამაში. რას გულისხმობ? მეწოდება ეს გოგო. წარმოიდგინეთ, რამდენ ხარს არ შეუძლია ნორმალური ცხოვრება. და რა გეგმა გაქვს? მზად ვარ რომ ეს ყველაფერი მე გავაკეთო მის გადასარჩენად. გადავარჩინოთ გოგო, რომელიც მთელი დღე დაგცინის? ხუმრობ? ის ბოროტია. წარმოდგენა გაქვს რამდენი ცუდი რამე გააკეთა მან? მან ის იმიტომ კი არ გააკეთა რომ ბოროტი იყო, არამედ სასოწარკვეთილი იყო. დიახ, მე უნდა გადავარჩინო იგი. ნიკოლ, არ გაგიშვებ. რა მოხდება თუ ვერ დაბრუნდები? ვეცდები გადავრჩე. ნორმალურ ცხოვრებაშიც არ გაუშვებ შანსს რომ დაგცინოთ. დამიჯერე. კარგი, ახლა დროა რომ წავიდე. Nicole! თქვენ გამოთავისუფლეთ? იცი რა ფასი გადავიხადეთ ჩვენს გასათავისუფლებლად? მართალია. ჩვენს გადასარჩენად ნიკოლმა თავი გაწირა. რატარია მართა? როცა ძალიან პატარა ვიყავი, დედაჩემთან ერთად დავდიოდი ტყეში და შემთხვევით ჭამე ეს ჯადოსნური კენკრა. მას შემდეგ ძველ ცხოვრებას ვეღარ დავუბრუნდი. მე ამდენი ხანი მოჯადოებული ვიყავი. დიდი ხანია ჩემი ოჯახი მე არ მინახავს. მაგრამ შენ ამიერიდან თავისუფალი ხარ. მაგრამ ჩვენ ნიკოლს ვეღარ მახავთ. ნიკოლ, აქ ხარ? მაგრამ როგორ? რაც შეეხება ფრაზას სულისთვის, სისულელია ეს ყველაფერი. არ გიხარია რომ დავბრუნდი? რა თქმა უნდა გვიხარია, მაგრამ როგორ გააკეთე? როცა ჯადოსნური კენკრა ვჭამე, ვიყავი? რა სჭირს მას? მე უბრალოდ ვზივარ. და რა მოხდა? კარგი, ვერ ვიტყვი, მაგრამ მოკლედ რომ გითხრათ, სხვა სამყაროდან მოვედი. წამში მთელი დღე გადიოდა. ანუ გამოდის, რომ რამდენიმე თვე იყავი? რაღაც ეგეთი. გამომიშვეს, მაგრამ მათ რაღაცას დავპირდი. რა? ქვის სწრაფად. უფლება არ მაქვს, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენი პრობლემები აქ არ დასრულებულა. ეს მხოლოდ დასაწყისია. გვეშინოდა რომ ვეღარასდროს გნახავდით. უკვე ფიქრობდი ჩემი მაკიაჟის რაღაცეები სად წაგებო? მორჩა, ახლა შეგიძლია რომ სახლში წახვიდე. მადლობა.
ახლა შეგვიძლია რომ ყველამ სახლში დავბრუნდეთ. Yes! 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის სახლზე ხართ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და გადავიზეთ და ლაიქება. ჩვენ გავიქენსით. კარგად.